ეხლა ამოდენა კაცი ასეთი აზროვნებისა ჩვენ შეხედულებებს, ჩვენ აზრებს გვაწერინებდა საშობაო ეპისტოლეში რა უნდა შეიტანოს პატრიარქმა თქვენი აზრით. სააღდგომო ეპისტოლეში რაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება. იყო ერთი შემთხვევა ასეთი ძალიან რთული დროა და ერთ-ერთი პედაგოგი ამბობს რომ იქნებ შევიტანოთ რომ აი ყაჩაყობა არის, იქნებ შევიტანოთ რომ ასეთი უბედურება ტრიალებს, ასეთი რაღაცეები ასეთ და უწმინდესმა უთხრა რომ ჩვენ უნდა გავამხნევოთ ხალხი. ჩვენ უნდა მათ რწმენა მივცეთ მომავლისა და თუ მხოლოდ უარყოფითზე გავამახვილებთ ყურადღებას, ეს არ გამოდგება, არ ივანგებს. აი ვინც გადახედავს პატრიარქის ეპისტოლეებს, საშობაოდ სააღდგომო ეპისტოლეებს, აი აქ ძალიან კარგად ჩანს ის ტკივილი, რა ტკივილიცაც საქართველოს ცხოვრობს, მაგრამ ამავე დროს ის ოპტიმიზმი, რომელიც უნდა გქონდეს თვითეულ ადამიანს. შევრაცხოთ ადამიანი. მას შეეძლო ყველა განსხვავებული აზრი მოესმინა. მსჯელობა თუნდაც არ ყოფილიყო, ასე რომ ვთქვათ, მეცნიერულად გამართული, მაგრამ დაამთავრებინებდა მაინც ვინც ამ საკითხებზე რაიმე საკითხი თუ იყო მსჯელობდა და შემდეგ უფრო კომპეტენტურს კითხავდა და საბოლოოდ ამის მიხედვით მიიღებდა ხოლმე გადაწყვეტილებას.